მასალით, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, TVP World Media-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, რა შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილის თავისუფლება და არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ თანამდებობაც თავის დროზე. განვითარებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეალურად ახლა ქართულ ოცნებაში არის დიდი პოლიტიკური დაპირისპირება სხვადასხვა კლანებს შორის და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამის გამო ყოფილი პრემიერი გაეშვათ ციხეში. ლიდერი, რომელიც როგორც ამ სტატიაში და ამ სტატიის რესპონდენტების მიერ არის ნახსენები, თავის დროზე გამოირჩეოდა პროდასავლური იმიჯით და განწყობებით და აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილის პრემიერობისას საქართველოს ჰქონდა წინსვლა ევროკავშირში და მოიაზრებოდა ევროპის მოკავშირე ქვეყნათაც, ვიდრე თავად ღარიბაშვილის პოლიტიკური პერსონა შეიცვლებოდა და როგორც ამ რეპორტაჟის ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტი გიორგი მჭედლიშვილი ავითარებს მოსაზრებას, ღარიბაშვილმა ფერი იცვალა, ასე რომ თქვათ, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის დაიწყო ომი და ღია განაცხადი გააკეთა იმის შესახებ, რომ საქართველოს არ შეუერთდებოდა საერთაშორისო სანქციებს. სწორედ მჭედლიშვილი ვარაუდობს იმას, რომ ღარიბაშვილის მოშორება ქართული ოცნებისთვის იყო მომგებიანი, იქიდან გამომდინარე, რომ მას ყავდა საკუთარი მომხრეები და შეიძლება მეტოქეთაც კი მიაჩნდათ დანარჩენ ქართულ ოცნებაში, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უკვე მთავრობა შეიცვალა და მართვის ადავეები აიღო საკუთარ ხელში ირაკლი კობახიძემ. რას ამბობს ამ სტატიის მთავარი რესპონდენტი, ჩვენ შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. მე ვიტყოდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებაში საკვანძო ფიგურა იყო, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალით და ივანიშვილთან სიახლოვით. მას ნამდვილად აქვს კარგი ბიზნესმენის ნიჭი. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც პირველად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ის იყო გავლენიანი ფიგურა, თუმცა როცა იწყება შიდა პარტიული ბრძოლა, მასთან ახლავს პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება. ის პირველივე დღიდან ივანიშვილის გვერდით იდგა. როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ ის მიდიოდა პოლიტიკიდან, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვა, ვინ უნდა გამხდარიყო პრემიერი და ბუნებრივად მან არჩევანი ღარიბაშვილზე შეეცერა, რადგან ის მარჯვენა ხელი იყო. ღარიბაშვილის სახელს ბევრი ნაბიჯი უკავშირდება, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირისკენ გადადგა. შეიძლება ვთქვათ, რომ ის პროდასავლური ლიდერი იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა კონსერვატიული მიდრეკილებები. თუმცა მისი პრემიერობისას ქვეყანა მაინც ევროკავშირის მოკავშირედ მიიჩნეოდა. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებაში ახალი კონფლიქტები 2022 წლიდან დაიწყო, როცა უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ომი წამოიწყო. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. თუმცა სერიოზული ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოს არ შეუერთდებოდა. შეიძლებოდა ეს უკანასკნელი უფრო დიპლომატიურად ეთქვა, მაგრამ ფაქტი თუ როგორ დისტანცირდა ის უკრაინის მხარდაჭერისგან, ყველაფერს ამბობდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამის შემდეგ იცვლება მისი პოლიტიკური პერსონა. რატომ ახლა და რატომ ის? ჩვენ ისევ და ისევ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. შეიძლება ეს იყოს პარტიის გაწმენდის მცდელობა. შეიძლება ეს იყოს მცდელობა მოსპონ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა, რომელშიც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვინც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში იყვნენ. ფაქტია, კარგი არ არის, როცა განტებების სვაც ამ ფორმით არჩევენ. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ბევრჯერ მომხდარა. პოლიტიკური ძალა მოდის ხელისუფლებაში. მათ აქვთ იმედი, რომ გაწმენდნენ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ავტორიტარული ბაქტერიით ავადდებიან. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა 2-3 საარჩევნო ციკლის განმავლობაში არ შეცვლილა. ამიტომაც უფრო მეტად ხდებიან მიდრეკილები ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება. უკვე დიდი ხანია არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებაში დიდი დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში და ერთმანეთს რეალურად არათუ კანონის ან სამართლიანობის, არამედ გავლენების გამტკიცების მოტივით ებრძვიან. დიდი ხანია არსებობს მოსაზრებაც იმის შესახებ, ამ ბრძოლაში რამდენად არის ირაკლი კობახიძე თავისუფალი ან მარტო. ჩვენ აზრი ვკითხეთ ქართული ოცნების ყოფილ წევრებს და მათ მომხრეებს, რა შეიძლება იყოს რეალურად ყველაფერ ამის მიზეზი და ყოფილი მაღალჩინოსნების ციხეში გაშვების მიზეზი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება ორგვარად ვითარდებოდეს ახლა სცენარი ქართულ ოცნებაში. პირველი, შეიძლება რომ ირაკლი კობახიძეს ნამდვილად ჰქონდეს მწვანე შუქი ანთებული ბიძინა ივანიშვილისგან და მეორე, შესაძლოა რომ კობახიძეს გაცილებით მაღალი რანგის მფარველები ყავდეს. ივანიშვილზე მაღალი რანგის მფარველებზეც არის აქ საუბარი და შესაძლებელია რომ ამ უკანასკნელის ყველაზე მეტად შეიძლება რომ ეშინოდეს თავად ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ არც ის არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახლა ეტაპობრივად დაიწყოს ირაკლი კობახიძის ჩამოშორება. ბიძინა არ არის შუაში. ბიძინა არის კობახიძესთან ერთად. ანუ ბიძინა უსწორდება რეალურად თავის ამ ყოფილ ქვეშევრდომებს. როგორც ამას უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, ბულდოგების შერკინება ხალიჩის ქვეშ და მე ვიღაც მკვდარ ბულდოგს გამოიყვანენ ხოლმე. ახლა ხდება იგივე,
ოღონდ აქ განსხვავება ნიუანსებში არის ის, რომ ახლა ხდება, რომ კობახიძე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც აქ ბიძინა ივანიშვილის სრული მხარდამჭერა იცილებს გზიდან აი ძველი ოცნების იმ შემადგენლობას, რომელიც მანამდე იყვნენ ხელისუფლების რაღაც უმაღლეს მწვერვალებზე და ბიძინა ივანიშვილის სტილია. ის ამბობს, რომ თავის დროზე მახსოვს ტრაბახობდა კიდეც, რომ სააკაშვილის მევასწავლე რომ როტაცია უნდა გააკეთოს. ნელ-ნელა ესენ ჩაეფლობიან მერე თუ ბიძინა ივანიშვილის დაცალდა და მანამდე არ შეიცვალა ხელისუფლება, ის კიდევ ვიღაც ახალ ფიგურას მოიყვანს, რომელიც ამათ მოწმინდავს და ასე შემდეგ. კობახიძე არ არის ისეთი გაბედული ფიგურა, არც მხელა გავლენა აქვს, რომ მან მიიღოს ასეთი ხმაურიანი გადაწყვეტილებები, რომ არ ქონდეს ერთი ან ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, ან რაღაც უფრო ძლიერი ზურგი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთთან, ვერც ღარიბაშვილს, ვერც ლილუაშვილს, ვერც ვერავის, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან, ეს ადამიანები ასე გაბედულად ვერ დაუპირისპირდებოდნენ. თუ ბიძინა ივანიშვილს გარემოცვას შეუმცირებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეავიწროებენ. შევიწროებული ბიძინა ივანიშვილი ძალიან საშიშია კობახიძისთვის, რომ თუ კობახიძემ შეიძინა უფრო გავლენიანი პატრონები, ბიძინა ივანიშვილზე უფრო გავლენიანი, მაშინ ეს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს პროცესს, ვინაიდან შეიძლება საქმე იყოს დასწრებაზე. თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ მოცემულობა შეიცვალა და კობახიძემ ზღვარი გადალახა, ოღონდ მე არ ვიცი ეს ზღვარი მისთვის რა, მას აქვს ეს თავისი წითელი ზღვარი, თუ გადალახა, მაშინ ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს ჩანაცვლებას. პროცესები ახლა შეიძლება იყოს დასწრებაზე, ეს არის მოსაზრება, რომელსაც ავითარებენ ჩვენი რესპონდენტები, რომელი პროგნოზი შეიძლება საბოლოოდ გამართლდეს, ამას სავარაუდოდ მაინც აჩვენებს დრო, თუმცა ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე რამდენიმე წელია მთავარ როლში ყავს ირაკლი კობახიძე მოვლენილი და ეს მისი პრემიერობა დროში ემთხვევა საკმაოდ მძიმე მოვლენებს, რომელიც საქართველოში ვითარდება, მათ შორის რეპრესიულ კანონებს, ადამიანების დაჭერას და არა მხოლოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკან დახევას ევროკავშირის გზიდან. ამიტომ ჩვენი რესპონდენტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეტაპობრივად ამ დაპირისპირებამ საბოლოოდ ირაკლი კობახიძის თანამდებობაც შეიწიროს. პირველების პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.